პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯს ესტუმრა და ახალი პროგრამით დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე განათლების სისტემაში არსებულ რეფორმებზე და დასაქმებაზე ისაუბრა. სამუშაო ადგილები და დასაქმება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს, რომელიც არის ჩვენი მთავარი გადასაჭრელი საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრის დროს ყურადღება დასაქმებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ტურიზმის სფეროზე გაამახვილა. დავით ბაქრაძემ სტუდენტებთან განათლების სისტემაზე ვრცლად ისაუბრა და მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ეს სასწავლებელი კი ძალიან დიდი სტიმული არის იმისთვის, რათა ბავშვებმა მიიღონ პროფესიონალური განათლება. ბიჭების დაყენებულია ეს ღვინო ძალიან მაგარია. შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტის მიერ დაყენებული ღვინო გასინჯა. ბაქრაძე პროფესიულ კოლეჯ AIS-ში სწავლის პროცესს ადგილზე გაიცნო და სტუდენტების მიერ შექმნილი პროდუქცია დაათვალიერა. დღესვე დავით ბაქრაძე კოლეჯში არსებულ ვენახს, ღვინის სახლსა და სხვადასხვა სახელოსნოებს ესტუმრა. ღვინის მარანში ბაქრაძის სახელობის ღვინოც ჩამოისხა. კაჭრეთის კოლეჯში 400-მდე სტუდენტი სწავლობს. პარლამენტის თავმჯდომარემ განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთად სტუდენტების საცხოვრებელი სასტუმროც დაათვალიერა. ის ადამიანები, რომლებიც აქ გადიან შესაბამის მომზადების კურსს, იქნება ძალიან დიდი შეღავათი ქართული სოფლისთვის, ქართველი გლეხისთვის, იმიტომ რომ აუცილებელია ქართულ სოფელში დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგია, ეს ნიშნავს მეტ მოსავალს და ეს ნიშნავს მეტ შემოსავალს. აი ამ პროფესიული 60%-ზე ზემოთ 60-დან 75%-მდე. რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. 19 სხვადასხვა სპეციალობაზე ახორციელებთ პროფესიულ განათლებას. ეს არის სოფლის მეურნეობის პროფესიები, ტურიზმის, მომსახურეობის სფეროს, მშენებლობის, ტრანსპორტის. პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. კაჭრეთის შემდეგ დავით ბაქრაძე ლაგოდეხს ეწვევა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.